საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთში წლის განმავლობაში ჩატარებული მარკეტინგული კამპანიის შემაჯამებელი პრეზენტაციები გამართა. საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით პარიზსა და ლიონში როუდ-შოუები მოეწყო. საფრანგეთის ქალაქებში გამართულ ღონისძიებებში 10 ქართული კომპანია მონაწილეობდა. როუდ-შოუებს 80-მდე ფრანგი ტუროპერატორი დაესწრო. ფრანგული ტურისტული კომპანიების თანამშრომლები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ. ინფორმაცია მიიღეს ზამთრის კურორტების, ქართული გასტრონომიის და ღვინის შესახებ. მთელი წლის განმავლობაში საფრანგეთში მიმდინარეობდა ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში იყო სხვადასხვა ტიპის აქტივობები, რომელიც ერთის მხრივ ცნობადობის ამაღლებას ამსახურებოდა. ეს იყო სატელევიზიო გადაცემებში, ფრანგულ სატელევიზიო გადაცემებში, საქართველოს როგორც ქვეყნის პოპულარიზაცია, ქალაქების ქუჩებში, აუთდორ რეკლამები, სხვადასხვა ტიპის ბიზნეს შეხვედრები იმისათვის, რომ საფრანგეთში, კერძოდ ფრანგულ ბაზარზე საქართველოს პოპულარიზაცია გაიზარდოს, ბიზნეს სექტორს ხელი შეეწყოს იმისთვის, რომ ბევრად მეტი კონტაქტი დაამყაროს. საქართველოს ცნობადობის ამაღლებას ძალიან შეუწყობს ხელსაწყისი აქტივობები და ასევე ძალიან კარგია, როცა უშუალოდ გვაქვს კომუნიკაცია უშუალოდ სფეროს წარმომადგენლებთან თითოეულ ქვეყანაში. ხდება ინფორმაციის გაცვლა, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე მათ მხრიდან უფრო მკვეთრად იკვეთება საჭიროებები, რა სჭირდებათ მათ იმისთვის, რომ უფრო კარგად წარმოაჩინონ საქართველოს მათ პოტენციურ მყიდველებთან და ასე ვთქვათ, ჩვენ შესაბამისად ამის მიხედვით უკვე ვაკეთებთ შესაბამის შეთავაზებებს.